ჩამოსულ NDI-ის წარმომადგენლებს გადავცემთ. Koalitsia archivanis თავისუფლებისათვის კი პრეზიდენტის პრეს-სპიკერს მიმართავს წერილი მანანა მანჯგალაძის 15 აპრილის იმ განცხადებას ეხება, სადაც ყველა ჟურნალისტი, ვინც აკრედიტებულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ სარგებლობს, სრული უფლებით დაესწროს პრეზიდენტის ღონისძიებებს და არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ამ ღონისძიებებზე დაშვების უფლება არ ჰქონდა მედიის რომელიმე წარმომადგენელს. ამის შესახებ შეგახსენებთ მანანა მანჯგალაძემ 15 აპრილს განაცხადა. Koalitsiyas წევრები კი მიიჩნევენ, რომ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ რეგიონული მედიის წარმომადგენლები. ჟურნალისტები ამბობენ, რომ კონკრეტულ შემთხვევებში მათ პროფესიულ საქმიანობის განხორციელებაში სწორედ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ასევე პრეზიდენტისა და სხვადასხვა მინისტრის დაცვის სამსახურის თანამშრომლები უშლიდნენ ხელს და კონკრეტულ გვარებსაც ასახელებენ. ამას გარდა კოალიცია არჩევანის თავისუფლებისათვის პრეს-სპიკერს უგზავნის 11 მაისს მედია ასოციაციისა და კოალიცია არჩევანის თავისუფლებისათვის ორგანიზებით გამართული შეხვედრის მასალას, სადაც გახლავთ ანგარიში და ასევე ფილმი და სთხოვს, რომ დაინტერესდეს კონკრეტული ფაქტებითა და მოვლენებით. პრეზიდენტის პრეს-სპიკერის განცხადება ჩვენთვის ძალიან გასაოცარი იყო, სწორედ ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ მისთვის ოფიციალური წერილით მიგვემართა და გაგუგზავნა ის მონიტორინგის შედეგები, რაც ჩვენმა კოალიციამ გააკეთა და რის პრეზენტაციას ჰქონდა წინა კვირას. გასულ კვირას სწორედ რეგიონული მედიის წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციებს აცნობდნენ თუ რა რთულ ვითარებაში უხდებათ მათ მუშაობა, როგორ ავიწროვებენ, როგორ უზღუდავენ მათ თავისუფლად მოიპოვონ ინფორმაცია. თავმოყრილ ფაქტებში თქვენ ნახავთ, რომ არის უმრავლესობა, როდესაც პრეზიდენტი ჩადის ადგილზე და სწორედ ადმინისტრაცია პრეზიდენტის ჟურნალისტებს მიუთითებს, რომ მათ არ აქვთ დასწრების უფლება ამ შეხვედრებზე, იმის და მიუხედავად ღიაა თუ არა და ამგვარ შეხლა-შემოხლას მერე ჟურნალისტის ფიზიკური შეურაცხყოფაც კი მოყვა. ქუთაისში შეგახსენებთ ამ ფაქტს, ხოლო შიდა ქართლში სწორედ საჯარო, ესე ვთქვათ, ღონისძიებას, როგორიც იყო 6 მაისის აღლუმი, ამას მოყვა ის, რომ ჟურნალისტს აუკრძალეს საკუთარი ოფისიდან გადაღება.